ვინდა ესხათავს გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. ბათუმში მომხდარი ინციდენტები დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემა. განცხადება გაკეთდა მედიის წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან, მათ დაგმეს ძალადობა და კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და შემდეგ პოლიტიკოს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ აი ამ სასტუმროში. თავდასხმა მოაწყეს ქართული ოცნების დეპუტატებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ რა მიზნით იყო ზვიად ქორიძე ბათუმში ჩამოსული. კითხეს კიდეც ამის შესახებ, შეხო ზვიად ქორიძე ხარ, ვიცით რატომ აცხარო და ზვიად ქორიძე იმისთვის იყო ბათუმში ჩამოსული, რომ ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში უყოფ ზიამაღლობელს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყოს ჯგუფური ძალადობა. დღეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავრეკეთ და ვიკითხეთ თუ არიან დაკავებული მოძალადეები, ჯგუფურად მოძალადეები, დემონსტრაციულად მოძალადეები და ისინი არ არიან დაკავებული. მაშინ როცა არ ვიცი გამოკითხვაზე გამოძიება დაიწყო, მხოლოდ ეს ვიცი ძალადობის მუხლით, თან მით უფრო ძალადობის მუხლით, არც ჯგუფურით, რომელიც არის მსუბუქი კატეგორიის დანაშაული, მაშინ როდესაც მზეამაღლობელს წაუყენეს ბრალი პოლიციელისთვის, პოლიციელ დგებუაძისთვის სილის არტყმაზე ხალხო სილა გაარტყა სახეში, იმიტომ რომ შეურაცხყოფდა და ამცირებდა. ამით ჩვენს კოლეგას ზვიად ქორიძეს ჟურნალისტს ჯერ თავს დაესხნენ შერატონში განთავსებული არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე, ტიტუშკების დირექტორი და ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანუელიძე. და ამ წუთში არც ერთი მათგანი არათუ დაკავებული არ არის, არამედ პასუხისმგებაში არ არის მიცემული, როცა ჩვენი კოლეგა სილის არტყმისთვის, მილიციის უფროსისთვის არის დაპატიმრებული. ეს არის შერჩევითი სამართალი. ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, მისი თანაგუნდელები იმყოფებოდნენ. ნათია მეზრიშვილი პროკურატურას მიმართავს და დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ძალიან კარგი ამონაჭერი გამოუვიდათ, ძალიან სასიამოვნო სანახავი ამონაჭერი, ასე ვიტყოდი. ისიც რაღაცა მიჭრეს, მოჭრეს და რაღაცები შეკერეს, მაგრამ ნუ არა უშავს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება კმაყოფილი იქნება, ეს ერთი მეორე. აქ იმიტომ მოვედით დღეს აი ამ სასტუმროში, რომ სრული ჩანაწერები, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, შენახული იქნეს ეს და პროკურატურას უკვე მივმართეთ და ვუთხარით, რომ დროულად ეს ჩანაწერები სრული ამოიღონ. არიან ძალიან ბევრი თვითმხილველი მოწმეები, თქვენ იცით, ჟურნალისტებს შორის, ამ სასტუმროში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, გუშინ ბატონ ზვიად ქორიძესაც თავს დაესხნენ. ისინი არიან დეპუტატები, ოცნების მოქმედი დეპუტატები, ესეც მიუთითებს ოცნების აი ამ აღვირახსნილობაზე და თავზე ხელაღებულობაზე, დემონსტრირებას ახდენენ, რომ აი დეპუტატები იცით რა იმუნიტეტი იცავს. ამათ ვერავინ დაიჭერს, აი ესე დღისით მოვლენ გცემენ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ივანიშვილის პირადი შურისძიება. მოხდა ყველაფერი სწორად, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. ყველა ჩანაწერი არსებობს ამის და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ასევე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნის. რა თქმა უნდა, არაფერი არ არის დაშინებული. რა თქმა უნდა, კი ბატონო. რა თქმა უნდა, სრულად ამოღებულია უკვე ჩანაწერები? ამოღებული არ არის ბატონო, ჩანაწერები იქიდან გამოდიან, რომ სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერჯერობით არ მოსულა. სასტუმრო შემოსასვლელში იყო სიხლის ტერიტორია, სადაც სტუმრები მოძრაობენ და აქედან გამომდინარე პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა და მალე თუმცა სხვა ნებისმიერი მტკიცება რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული. მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად ჩვენი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. გახარიაზე თავდამსხმელებსა და ორგანიზატორს შესაბამისი პასუხი გაეცემა. აცხადებს ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, სასტუმრო შერატონის მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო საშუალებებით და სამართალდამცველებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმირებული იქნება საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას თავს ბათუმში დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მას დაზიანებები აქვს სახის არეში და აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს. გუშინ გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში დაკავებული ახალგაზრდებისა და ჟურნალისტების რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში სასტუმრო შერატონის ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩხრულად, როგორც ეს ადამიანების ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი. სასტუმრო შერატონის მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირ სიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად. სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის გახსნა 24 საათში შესაბამისად ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ მხოლოდ ამის შემდეგ. გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამჟამად კურნალობს სახლში. ძლიერი საქართველოს სახელით კატეგორიულად ვგმობთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს, რომელიც არის დანაშაულებრივი დაჯგუფება ოცნების ხელმძღვანელი. ივანიშვილსვე ეკისრება პირადად პასუხისმგებლობა იმ რეპრესიებზე, რომელსაც რუსულ სტილში ახორციელებენ ქართული მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ამ რეპრესიების ძალიან მძიმე მაგალითებია. ფაქტი არის, რომ ახალწლების მერე დაწყებული არის ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, როგორც ჩანს, დეპუტატები არიან პირდაპირ, არ ვიცი, ინსტრუქცია აქვს მიღებული ამისთვის, თუ ეს მათი ნებით ხდება, მაგრამ არიან გამოყენებული ამ ძალადობაში პირდაპირ, რაც არის ესეც სრულიად გაუგებარი ჩვეულებრივ ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და მხოლოდ იმ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს. ასევე ის, რაც მოხდა ამ ღამეს ერთ-ერთ პოლიტიკოსის მიმართ, გიორგი გახარიას მიმართ, არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. მე არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება ესა, არავის მიმართ ძალადობა არ შეიძლება, არავის მიმართ ასეთი ცდელობა იმისი, რომ საზოგადოება დააშინო და მოქალაქეები, კერძო მოქალაქეები ასევე დააშინო, ეს არის მიუღებელი, ამის შესახებ საერთოდ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო თანადგომაც იქნება შეტყობინებული. მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა მედიაში, დავალებით გამოძიებას ვერკოვიძესთან და გიორგი გახარიასთან მიმართებაში. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაქმები, დავალოთ გამოძიებას. საჯულება შეიძლება დავალოთ გამოძიებას. გამოძიება ორივე სახის ეცტრო დაწყებულია. ვასია, ეს ინფორმაცია. კი. ჩემს საფსონზე აწყობილებს. ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, მიცემეთეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს არის კონფლიქტი, რომელიც მოხდა კონკრეტულად სასტუმროში დავალებით გამოძიებას. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. საქმეზე გამოკითხულია 400-მდე ფიზიკური პირი. მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. უწყების განმარტებით სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესობა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირთან მიერ მოწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ასევე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატები შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა. გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნის ანალოგიური საარჩევნო უბნები.
რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე უბანზე ხმის განმეორებით ან და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა. ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა. ჩატარებული კვლევით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში ულტრაისფერის სხივებით დანათებით ლუმინისცირებას ანუ ნათებას ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში. ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა იმ პირს, ვინც მიუთითებდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მიეცა შესაძლებლობა მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, მათ მიერვე გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საჯაროდ გაცხადებული სურვილისა გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმრავლესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას. გამოძიების მიერ ასევე გამოიკითხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ცალკეული წევრები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია 400-მდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. სურს ვისარგებლოთ შემთხვევით და მოუწოდოთ გამოსაკითხ პირებს, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს წარდგენილი ორი მუხლიდან ერთ-ერთი მოეხსნა. მას ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმა შეედავება. კერძოდ, საუბარია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის მუხლზე, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განათავისუფლების პირს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე როგორც პროკურატურამ, ასევე დასვრის მხარემ დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ოკმელაშვილმაც. ამის შემდეგ სასამართლო განხილვა გადაიდო. სხდომა 24 იანვარს განახლდება მხარეთა რეპლიკებით, რის შემდეგაც სავარაუდოდ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 13 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ამ კონტექსტში რადგანაც ალექსანდრე ოხანაშვილზე მივედით, გააჩერა ესეთი რამ, რომ გიორგი ოკმელაშვილი სწრაფად გამოვიდა ხალხის მასიდან, რომ ხელი დაარტყა და სწრაფად გავიდაო. ვიდეო ჩააწერს, რომ თქვენ უყუროთ, ჩვენ ადრეს გავაჟღეროთ ეს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები წარმოდგენთ. ალექსანდრე ოხანაშვილი თუ არის ის პიროვნება, ან ვიღაცა სხვა ის პიროვნება ზურგი დგას. და თუ ის გიორგი ოკმელაშვილია, რომელიც ხელს იქნევს, რომელიც გადის ხალხის მასაში.
ის უკვე გასულია და გასვლის შემდეგაც ეს ადამიანი არ ღიავდება და ზუგით დაინახა? ეს განმავლობაში პოლიციელები იყვნენ თუ არა ისინი, ვინც ჩვენზე დაავადებდნენ, მე არ ვიცი. ვინც პოლიციელი იყო, იცავდა წესრიგს და რიგს და ის ხალხი, ვინც ამ წესრიგს და რიგს არ გვეუბნენ, გადმოდიოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ შედარებით სუსტ თავისთან შედარებით სუსტ დემონსტრანტებს. აქედან გამომდინარე გამიშდა განსა, რომ უნდა დაუცვა ის ხალხი, ვინც არის ჩვენზე სუსტი დღის განმავლობაში ხაზს დაარღვევდა, შაუში ჩასული მურბიანი ადამიანები ჯგუფად მეუმართებოდნენ ჩვენსკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. ისე უკან წავიდნენ, ვიღაც ჩვენ მას წაიყვანდნენ, ჩვენ მას დემონსტრაციას გულისხმობ, წაიყვანდნენ და შემდეგ იქ ათმევად უსწორდებოდნენ. და ამ ჯაჭვში ხელისყრაში ალბათ მოხდა ის ფაქტი, რასაც ქალბატონი ანა ეძახის მიპარვას ჩუნად, წყნარანში, ზიანანში და თავდასხმას. გიორგი ოკმანაშვილის ქმედება გამოიხატა იმაში, რომ ხალხის მასას მოულოდნელად გამოეყო სწრაფად მივიდა ალექსანდრე ოხანაშვილთან და სახის მიდამოში დაარტყა იდაყვი და მაშინვე მყისიერად ისევ შეერია ხალხის მასას და ამ ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე ოხანაშვილმა გაამარტა, რომ მიუხედავად ამისა დაინახა მისი პიროვნება. პროტესტი და საერთაშორისო ზეწოლა ასეთი ოპოზიციის გეგმა იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს. ბარერ გადალახული პარტიების მორიგი სამუშაო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაასრულდა. დისკუსიას არ ესწრებოდა გიორგი გახარიას გუნდი. ისაუბრეს თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები და რა ცვლილებებია ამისთვის საჭირო. ოპოზიციაში ამ მიმართულებით არის განსხვავებული პოზიციები, თუმცა ამბობენ, რომ მთავარ პრინციპებზე თანხმობა მიღწეულია. მშენებლობის კიდევ ერთი თემაა პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო იმ მოძალადე მოსამართლეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და პროკურატურის თანამშრომლების სანქცირებაზე მუშაობა. თუ როგორ უნდა კომუნიკირდეთ მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენ ამერიკელ მეგობრებთან, იმიტომ რომ კარგად გვესმის, რომ სწორედ ისინი არიან ამ სისტემის მთავარი საყრდენები. ამავე დროს რაც შეეხება საარჩევნო დოკუმენტთან დაკავშირებულ სამუშაოს, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, სადაც უფრო მეტ ტექნიკურ დეტალზე იქნება საუბარი. პრინციპების დონეზე მნიშვნელოვანი საკითხები უკვე გავლილია და ბუნებრივია ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს გვექნება ის ხედვა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომ როდესაც დადგება მომენტი, რომ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ არ დაგვემართოს იგივე რაც დაგვემართა 26 ოქტომბერს, რომ ეს არჩევნები მართლა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ერთ-ერთი სამუშაო საკითხი იყო ეს, სადაც რაღაც ვერსიები იყო განხილული, რომელიც მანამდეც იყო განხილული, არსებობს რამდენიმე სამუშაო ვერსია, მათ შორის გაწერილი დოკუმენტის, არჩევნებთან დაკავშირებით არის სამი მინიმუმ განსხვავებული ხედვა, რომლის გავსებებიც არის, მაგრამ რაღაცებში ერთმანეთთან არის აცდენილი და საუბარი არის იმაზე, რომ რაღაცნაირად შეჯერდეს და იქნება ერთიანი ხედვა გამოვიდეს. თუ არა და იქნება სამი ხედვა კიდე გამორებ არ უნდა გაშორხა და პრობლემა. ეგ არის საუბარი, როდესაც დადგება ეგ მომენტი, რომ მივალთ ახალ არჩევნებამდე, ახალი არჩევნები რა ფორმით უნდა ჩატარდეს, როგორი ადმინისტრაციის პირობებში, რა პირობებს უნდა აკმაყოფილოს არჩევნები, რომ ის იყოს მართლა თავისუფლად სამართლიანი. აქ არის საუბარი არჩევნები როგორ მივიდათ. არჩევნები მივიდათ პროტესტით და მათი საერთაშორისო იზოლაციით და წნეხით შიგნიდან და გარედან. მან სხვა გზა არსებობს. ჩვენი სამიზნე ახლა უნდა იყოს ძალოვანი უწყებები პირველ რიგში, ასევე საჯარო სამსახური, სადაც ერთი მხრივ ჩვენ ყველა მოძალადის გამოკვეთას და მათი რეესტრის გაკეთებაზე აქტიურად ვიმუშავებთ და ვმუშაობთ კიდეც, მაგრამ მეორე კაფიო გზავნილი მინდა გაუგზავნო აბსოლუტურად ყველას, ვისაც უნდა რომ დატოვოს ძალადობრივი სისტემა, ამ შემთხვევაში ძალოვანი უწყებებს, ან საჯარო მოხელეებს, ვისაც უნდა რომ გაემიჯნოს ივანიშვილის რეჟიმს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საშუალებები, მექანიზმები, როგორ დაგიდგეთ გვერდში. კოლექტიური ნაწმოძრაობა უკვე არის სამწუხარო პოლიტიკური წარსული საქართველოს ისტორიაში. და ეხლა რასიებიც არ უნდა შეადგინოს კოლექტიური ნაწმოძრაობის წარმომადგენლება, აბსოლუტურად უინტერესო არის საზოგადოებისთვის. სიები შედგება ნამდვილად და ისეთი სიები შედგება ამ საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემდგომ.
როდესაც შთამომავლობაც კი პასუხს გასცემს აი კოლექტიური ნაწარმოებების წარმომადგენლებს თუ რეები აქვს ჩადენილი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ოპოზიციისგან ორი თვეა ველოდებით არა რაღაცა დოკუმენტის შედგენას, არამედ მტკიცებულებებს არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე მტკიცებულებები, რომლებიც მათ არ წარმოუდგენიათ არც ქვეყნის შიგნით პროკურატურასთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის სფერო გამოძიება დაწყებულია და ამ მტკიცებულებებს ველოდებიან მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა ჩვენ გვაქვს თავარი მტკიცებულება, ეს არის ეუთოს სადაც ჩავთეთ წერია, რომ არჩევნები იყო კონკრეტუნარიანი. თუ მათ უნდათ, რომ გადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჯოველის ოფისში ჩამოაყალიბონ, ასევე შეუძლიათ ელოს ოფისში, თბილისის ცენტრში ჩამოაყალიბონ ვაზდის პარლამენტი და იქაც შეუძლიათ გააგრძელონ ზღამთნებითი საქმიანობა. რაც ეხება ცვლილებას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, ან სხვა საკითხებს, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენს გვაქვს ეუთოს დასკვნაში, შენიშვნებით რეკომენდაციები თქვენის ჩვენს ათავართ ამ შენიშვნების და რეკომენდაციაზე მუშაობის დასაწყებად გასათვალისწინებლად, რაც მოგებული იქნება ქართულ რეალობაზე და საჭირო ცვლილებებს. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირა საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. კომისიასთან თანამშრომლობას არაპირებს ნაციონალური მოძრაობა. მართლ გუნდში კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისია 6 თვე იმუშავებს, შეისწავლის ნაციონალური მოძრაობის კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს დასკვნა კი სამართლებრივი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება. მე მახსოვს 2012-ის შემდეგ დანაშაულები ძალიან 12-მდე არა. რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინაც დღეს 12-მდე არა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ. გახსოვთ როგორი იყო საქართველოს 2003 წლამდე თუ 4 წლამდე? და გახსოვთ როგორი არის საქართველოს 2012 წლამდე? ანუ 3-დან 12 წლამდე არ გახსოვთ პერიოდი. ამ ქვეყანაში რო ძალადობა, ასეთი ძალადობა ამ ქვეყანაში არ ქონია, არ ყოფილა თემურლენგის შემდეგ. არანაირ სიყალბესთან თანამშრომლობას მე არ ვაპირებ. გინდათ იუსტიციის პასუხზე მაგები, იუსტიციის სახლებზე მაგებინოთ პასუხი. არა, იმ პარტიის ქმედებებზე, რომელსაც წარმოადგენთ. თუ ბიომეტრიულ პასპორტზე უნდა იმ პარტიის ქმედებებზე, რომელსაც წარმოადგენთ. არ გაწუხებთ ადამიანებზე ძალადობა? არ გაწუხებთ პოლიტპატიმრები? არ გაწუხებთ თავპირდამტვრეული ახალგაზრდები? არ გაწუხებთ საერთოდ ის რაც ხდება ქვეყანაში? აბა მიდი გაუშვით ახლა ეს ჩემი კომენტარი სულ. დანაშაულებების, ასე ვთქვათ, სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი. ყველა მედია საშუალება ამა თუ იმ ფორმით იქნა დარბეული ბიზნესის რეკეტი მიმდინარეობდა იმით, რომ ხელში ჩაებდო ბიზნესები და ამით ბიზნესის სრული კონტროლი მოეხდინათ. ძალიან ბევრი ადამიანის უფლებების დარღვევა, როგორც სისხლის სამართლებრივი კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. ხედავდით თუ როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კონტექსტში ომის საკითხი, იმიტომ რომ ის ვითარება, რაც საქართველოში მაშინ პრეზიდენტმა და მმართველმა გუნდმა შექმნა, გახდა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია განხორციელდა. ომის შემდგომ თუ რატომ მოხდა გადაცემა ჩვენი სტრატეგიული ობიექტებისა რუსეთზე, რატომ მოხდა დადანაშაულება საერთაშორისო დოკუმენტებში და რეზოლუციებში ჩვენი ჯარისკაცების და ასე შემდეგ. ჩვენ არა გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კომისიაში მუშაობს ნაციონალური მოძრაობა, რომელიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც ჯერ არ შემოსულა საქართველოს პარლამენტში, თუმცა ეს არის ჩვენი საარჩევნო ვალდებულების შესრულება. თქვენ იცით, რომ ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოუხდარიყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. კომისიის მთავარი ამოცანა იქნება, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად იქნეს გამოძიებული ყველა ის გახმაურებული ფაქტი, რომელიც 2012 წლამდე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე მიმართულებით იმუშავებს კომისია და დაველოდოთ კომისიის ჩამოყალიბებას, მუშაობის დაწყებას და რაც ყველაზე მთავარია, დაველოდოთ სექტემბერს, როცა გამოიკვეთება რა მასალები უნდა წავიდეს პროკურატურაში, თუ რამე გამოიკვეთება იმის სასამართლობრივი პასუხისმგებლობა და იქნება თუ არა საკმარისი სამართლებრივი საფუძველი მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 2024 წელს ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა მოიმატა და 7.400.000 გადააჭარბა, რაც 24%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე 24%-ით მოიმატა სამივე საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობა. 2024 წელს საქართველოს წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება 10 საერთაშორისო ავიაკომპანიასთან 13 ახალი პირდაპირ რეისის შესრულების თაობაზე.
2024 წელი ქართული ავიაციისთვის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის იყო ისტორიული წელი, რადგანაც ჩვენ შევძელით და 7.400.000 გზავრზე მეც მომიმსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც წინა წელთან შედარებით 24%-იან ზრდას წარმოადგენს. გასულ წელს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები 10-მდე ავიაკომპანიასთან 13 პირდაპირ მიმართულებით. გასულ წელს ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა ავსტრიის ავიახაზები, ავიაკომპანია ტრანსავია, ისევე როგორც Air China და სხვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩვენ წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი სიახლეებით, ავიაკომპანია British Airways, EasyJet, ისევე როგორც ავიაკომპანია Edelweiss დაიწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან, ჟენევიდან და ციურიხიდან, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მიმდინარე წელი იქნება განსაკუთრებით წარმატებული ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის.